მოგესალმებით, ეს არის ათემო რადიო კასპის ხმა და დღევანდელ გადაცემას გავუძღვები მე ნათია ჯანანაშვილი. ჩვენი რადიო კასპის ხმა შეიქმნა პროექტი მისი ხმის ფარგლებში, DVV International-ის და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც პარტნიორობას უწევს გერმანიის ათემო რადიოზე და კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრი. დღეს ჩვენი საეთერო დრო დაეთმობა თვითნასწავლ შემოქმედ მიხეილ ქოსაშვილს, რომელიც თავის ხელნაკეთ ნივთებზე უფრო ვრცლად და დეტალურ ინფორმაციას მოგვაწოდებს. მოგესალმებით ბატონო მიხეილ, მადლობა სტუმრობაში, გადაცემაში სტუმრობისთვის და გთხოვთ მოგითხრათ თქვენი საქმიანობის შესახებ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელებს. მე პროფესიით ვარ მუსიკოსი, მაგრამ მაქვს შესაბამისი სწავლა განათლებაც, მაგრამ ამ სფეროში ხლა რაც შეეხება რკინასთან მუშაობას, აქ ვარ თვითნასწავლი, ეს შემოქმედებითი პროცესი წამოვიდა 2020 წლიდან, როდესაც პანდემია იყო და ყველა ჩავიკეტეთ ჩვენს ოჯახებში, ჩვენ სახლებში და ფიქრობდით იმაზე, რომ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა, რითი თუნდაც საარსებო წყარო გქონიყო. ამ შემთხვევაში მე პირველ რიგში რკინასთან მუშაობა რო დავიწყე, საარსებო წყაროზე არ მიფიქრია. ეს დავამზადე პატარა რაღაცა. კი, რაღაცა ნაკეთობა, საქანელა ჩემთვის. რომ რაღაცა დროც გაგვეყვანა, ისე რაღაცნაირად ყველა ჩაკეტილი ვიყავით, დათრგუნული და გვინდოდა რომ ცოტა რაღაცა ჩვენი საქმიანობით ცოტა გადაგვეტანა ეს პანდემია და რაღაცნაირად გამომივიდა ეს საქანელა და ავტვირთე სოციალურ ქსელებში და შესაბამისად მოყვა ძალიან დიდი გამოხმაურება ჩვენი მადლიერი ადამიანებისგან. ხო და მქონდა ესეთი შემოთავაზება, ფოტოც ჩამიგდეს, რომ თუ დავამზადებდი აი ასეთ მოდელს, ხო და ძალიან ბევრი ვიფიქრე ამასთან დაკავშირებით, მართლაც 1-2-3 ღამე არ მეძინა, მაგრამ მე დავთანხმდი, კი, უთხარი კი. ხო და არ მქონდა ჩემი თავის იმედი, ეხლა ადამიანები მთელი ცხოვრება ამ საქმეზე მუშაობენ სვარკაზე და მე კიდე ეხლა ერთხელ ავიღე ეს ხელშეს სვარკა და როგორია ეხლა საპასუხისმგებლო დავალება აიღო და შეასრულო. ხო და გძნობდი რომ უფალი მაძლევდა ძალას, რომ უარი არ უნდა მეთქვა და შესაბამისად არ უთხარი უარი ამ ადამიანს და შეუდექი ამ საქმის შესრულებას. ხო და შუა ადგილას რომ ვიყავი მისული, მივხვდი რომ ეს საქმე უკვე მოგებული მქონდა და მადლობა უფალს ამისთვის დავამზადე ეს ნაკეთობა, ეს ადამიანის კმაყოფილი დარჩა. ხო და აი ამ ყველაფერმა მომცა ძალა და სტიმული, უფრო ფართო მასშტაბით ჩემი საქმიანობა გამეფართოვებინა და საზოგადოებისთვის გამეცნო. შემდეგში გავაკეთე Facebook გვერდი რკინის ნაკეთობები, ასე აწერია, ასე ქვია ჩემ გვერდს. ხო და იქ ძალიან ბევრი მეგობარი. აი ესე იგი დღეს რო გავხსნა Facebook გვერდი და ალბათ ხვალდილით რომ 4000-მდე მეგობარი მყავდა. არ ვიცი. ესე იგი აი მიგზავნიდნენ მეგობრობას. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ისეთი ადამიანები რომ მე საერთოდ ბევრს არ ვიცნობ აქედან, მაგრამ მოსწონთ ჩემი გვერდი, ათვალიერებენ ჩემი ძირითადი საქმიანობაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ემიგრანტებმა, მადლოსნებმა, იმიტომ რომ სწასულები არიან საზღვარგარეთ და იქედან მიგზავნიან თანხასაც და მიგზავნიან თავის ვერსიას ან მეუბნებიან როგორ შეიძლება შემოგთავაზო ჩვენი ეზოსთვის დიზაინი, რაღაცა ზოგს კამი უნდა, ზოგს უნდა საყვავილე ველოსიპედი, ზოგს უნდა აი ინტერიერისთვის რა დიზაინი, ზოგს მაყალი უნდა და ძალიან ბევრი ნივთია, რასაც მე ვამზადებ. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, რკინასთან მუშაობის პროცესი არის ძალიან რთული. იმიტომ რომ ეს მოიცავს ძალიან დიდ შრომას, ეხლა ჯერ რკინა უნდა მეტალი უნდა დამუშავდეს, შემდეგ უნდა დაიჭრას ზომება, აეწყოს ეს სვარკის. ამ ეტაპზე მარტო მუშაობ, იმიტომ რომ სვარკასაც მე ვაკეთებ, რკინის დამუშავებას,
რკინის შეღებვა, ბოლოს მე ლაკი ესხმევა, რომ ეს ყველაფერი გამყარდეს და საღებავი აღარ დაზიანდეს და ბოლოს ჩვენს მადლიერ მომხმარებელთან მიტანა. ძალიან ბევრი ზოგი კახეთიდან მიკვეთავს, ზოგი აჭარიდან, აი საქართველოს ყველა კუთხეში აი თამამად ვიტყვი, რომ ჩემი ნამუშევარი დევს, ზოგი ეზოში, ზოგი სახლებში და ასე შემდეგ. რა არის თქვენი ინსპირაცია? ინსპირაცია მინდა გითხრათ, მამა ჩემი მუშაობდა უფრო დიდ სვარკაზე, ეს მუშაობდა ელექტროქარხანაში, შემდეგ ცემენტის ქარხანაში, დიდ კონსტრუქციებს აწყობდნენ იქ. და ბავშვობიდან მქონდა შეხების წერტილები და სულ მაინტერესებდა თუ როდის შევძლებდი მეც პატარა საქმიანობა თვლილი შემეტანა ამ სვარკის განხრით. ხო და აი ზუსტად ამ პანდემიის დროს გამომიშთა საშუალება, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის უფლის დამსახურება. ხო და ეხლა ვფიქრობ, რომ უფრო ფართო მასშტაბით, უფრო დიდმა საზოგადოებამ გაიცნოს ჩემი ნაკეთობები. მინდა რაიმე გამოფენაში კი ბატონო მივიღო მონაწილეობა, მაგრამ შარშან ვიყავით ბათუმში, მქონდა ჩემი ნაკეთობები წაღებული, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ხო და რაღაცას რო გავაკეთებ, ეს ყველაფერი ან არის შეკვეთით, უკვე ჩემი მომხმარებლები მიკვეთავენ და ვამზადებ, ან კიდევ რო გავაკეთებ რამეს, აი ოჯახისთვისაც რო რაღაცა დავამზადო, დავდებ Facebook-ზე, სოციალურ ქსელში და იმ წუთში მირეკავენ და მეუბნებიან, რომ იქნება დაგვითმო და იქნება თქვენ ხელოსანი ბრძანდებით, თქვენ კიდევ დაამზადებთ თქვენთვის, იქნება ეს ნივთი დაგვითმო და მეც მაქსიმალურად არ მინდა რომ გული დავწყვიტო ადამიანებს, სულ პატარა ცხოვრება გვაქვს და უნდა ვეცადოთ, რომ ერთმანეთის გულები გავახაროთ რა. ხო და მიჩვენია ჩემი თავი ამ შემთხვევაში ცოტა უკან დავწიო და ჩემი მომხმარებლები ის მადლიერი ადამიანები წინა პლანზე იყვნენ და რაღაცნაირად გული გაუხარო იმ კარგ ადამიანებს და მე მადლობას ვუხდი ყველას, ვინც აფასებს ჩემ შრომას და საერთოდ ქვეყანაში ვინც შრომობს და აი იმ შრომას დააფასებს ყველა ადამიანს მადლობა ამისთვის. თავარი შემფასებელი და კრიტიკოსი თქვენი ნამუშევრების. პირველ რიგში ჩემი მეუღლეა, ჩემი შვილები, მე ორი გოგო მყავს და ჩემი მეუღლე. რაღაცას რო გავაკეთებ, სხვათა შორის ეხლა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მე ხელოვანი ვარ, მომღერალი, ხატვაც ძალიან კარგად ვიცი. ჩემ შვილებსაც გამოყვათ მადლობა უფალს ამისთვის, ეს ნიჭი, ორივე მღერიან, ძალიან კარგად უკრავენ ინსტრუმენტებზე და სხვათა შორის ხატვაშიც ძალიან მაგრები არიან და რო რაღაცას გავაკეთებ, ჩემ ნამუშევრებს პირველ რიგში შემფასებლები ჩემი ოჯახია, შემფასებელი და დამფასებელი. თავარი თუ გაქვთ რიტუალი უშუალოდ, სადაც ნივთის კეთებას დაიწყებთ? რიტუალი რა თქმა უნდა, უფლის სამადლობლით მე სადაც მუშაობ, ჩემს ოჯახში მაქვს დაბლა სარდაფში მოწყობილი ჩემი სახელოსნო, იქ მაქვს ხატების კუთხე მოწყობილი, დილა იწყება ლოცვით და საღამო თავდება ლოცვით. აუცილებლად ჩვენ თითოეულ ნაბიჯზე უფალს მადლობა უნდა უთხრათ და 1,000-ად დაგვიფასდება ყველაფერი. არის თუ არა თქვენი ნივთები ექსკლუზივი? რა თქმა უნდა, მე ყოველთვის მაგითი ვამაყობ, რომ ჩემი ნივთი ყოველთვის მოდის როგორც სიმღერის ლექსის დაწერის მუზა მოდის ადამიანს, ისე მოდის ესეც რა, რკინაზე მუშაობა. ეხლა მე სიმართლე გითხრათ, არ მაქვს გართულება რაღაც დიდ კონსტრუქციებზე მუშაობისა. მე ჩემი სფერო ცოტა განსხვავდება აი დიდი სვარკისგან. მე ვამზადებ წეღანაც აღნიშნეთ უფრო დეკორაციულ აქსესუარებს. შეიძლება იყოს ის ეზოს ჭიშკარიც, მაგრამ ის იქნება სხვანაირი უფრო ლამაზი. სხვათა შორის მე ერთ ძალიან კარგი მეგობარი ყავს ქარელში, მუსიკოსი ხელოვანი კაცია. მაგის ეზოში დავამზადე ყველანაირი მუსიკალური ინსტრუმენტი, საკრავი, რკინით
ნუ თავის სახლის კედელზე არის ეს ყველაფერი. აი ჩათვალეთ რომ იქ არის მუზეუმი გეგონება. თუ რამე იყო ეზოს დეკორატიული ქოლგები, ეზოს დეკორატიული სავარძლები, დიდი მუსიკალური სტუდია გააკეთა და ამ მუსიკალური სტუდიის თვითონ აივანი მოუწყე მუსიკალური ნოტებით. ის არ არის ჩვეულებრივი აივანი, მოაჯირები, აი მოაჯირი არ კინას ყველაფერი, მაღლაც მუსიკალური სანოტო სისტემა მაქვს, აი ძალიან ლამაზია ეს ყველაფერი და ნუ ჩემი აზრით ამ ყველაფერში ამ ხელოვნების დამსახურებაა რა. აი ხელოვანი როცა ხარ უფრო სხვა ხედვა გაქვს. სვარჩიკი კი მამა ჩემი ხა დიდ სვარკაზე მუშაობდა, მაგრამ არასოდეს არ დაუმზადებია ესეთი რაღაცა, ეზოში რაღაცა მოგწონები ყო რაღაც დეკორაციული. ის დიდ სვარკაზე მუშაობდა. მაგრამ მე დიდი სვარკის გადაცება არ მაქვს. მე უფრო სილამაზეები მეყვარს, რომ გავალამაზო ჩვენი ცხოვრება. თქვენი საუბრეთ, რომ თქვენი ძირითადი შემკვეთები არიან ემიგრანტი ქალბატონები. უშუალოდ შეკვეთის დროს გაძლევენ თუ არა სრულ თავისუფლებას? ნივთის შექმნის დროს. რა თქმა უნდა, სრულ თავისუფლებას, იმიტომ რომ მენდობიან, აი ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს, უფრო გამოგიტყდებით და ღამის საათებში. ეხლა მე ტელეფონს არ ვთავ, არც ზარს არ ვთავ, იმიტომ რომ იქ ჩვენთან რო ღამეა, იქ დღეა და ნუ მიჩვეულება ამ ყველაფერს. მირეკავენ სრულ თავისუფლებასთან ერთად კიდევ ადამიანს არ უნახი ხარ და გიკვეთავს რაიმე ნივთს და გიგზავნის მაშინვე გზავნის ფულს გირიცხავს. ეხლა ეს გარკვეული ნდობის საკითხია, ხო? ანდო შენი ნივთი როგორი უნდა იყოს, როგორი უნდა დაამზადოს. ამავდროულად შეიძლება არ მოგეწონოს და უთხრა, აუ ესეთი არ მინდა, მაგრამ ამავდროულად თანხასაც აყოლებს იქვე თანვე. ესე იგი როგორ გენდობა ადამიანი, ხო? მეც არასდროს არც ერთი ადამიანი არ მომიტყუებია და არც მოვატყუებ არასდროს და ღვთისწყალობით ყველაფერი აიცი მიდის ჩოგლით. საინტერესოა ბატონო მიხეილ, როდესაც იწყებთ ნივთის შექმნას, თუ ყოფილა შექმნის დროს ისეთი შემთხვევა, რომ დაგიწყიათ სხვა ნივთზე მუშაობა, მაგრამ პროცესი გაგრძელებულია სხვა ნივთის შექმნით. ალბათ ყოველ მუშაობის, აი ყოველ დღე, როდესაც ავიღებ მე სვარკას ხელში, აი ეგეთი რაღაცა ყოველ დღე ხდება. დამერწმუნეთ, რომ ერთ ნივთზე მე დილიდან საღამომდე არ მიმუშავია. რაღაცა ეტაპზე გამიჩერებია, უცებ ვაფშე დავანებებ თავს, საერთოდ აღარ მინდა დღეს ამ თემაზე. სულ სხვა რაღაცას დავიწყებ, სხვა რაღაცით ვიწყებ, სხვა რაღაცით ვამთავრებ, მაგრამ საბოლოო ჯამში ორივე ძალიან მაგარი გამოდის. სანამ დაგემშვიდობებით, საინტერესოა თუ აპირებთ პროფესიონალის კუთხით განვითარებას, ან გახსნათ სტუდია, სადაც გეყოლებათ მოწაფეები და შეასწავლეთ სხვებსაც თქვენ ხელობას. ფიქრობ მომავალში ძალიან კარგი იქნება. ეხლა მივესალმები, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ ისწავლოს, მე გვერდში დაუდგები ყველანაირად რაც შემიძლია. ჩვენს მომავალ თაობას შევასწავლო ეს, რაზეც მე ვიწვალე წლები და რაშიც დავხარჯე ამდენი დრო, რომ რაღაციდან რაღაცა გამომეყვანა, უკვე მე ფაქტიურად ნაპოვნი მაქვს ის ოქროს გასაღები, რაც ქვია ჩვენს მომავალ თაობას გადავცე. რაც მე წვალება გავიარე, ის აღარ გაივლის, იმიტომ რომ ის ამოცანა მე უკვე ამოხსნილი მაქვს, სად რა შეიძლება გაკეთდეს, ის შემიძლია უკვე თამამად გადავცე. მაგრამ ნუ ეხლა ამ ეტაპზე არ მაქვს ის ფიზიკურად ფართი იმხელა, რომ იქ დავასაქმო ჩვენი მონდომებული ახალგაზრდები, რომლებიც შეისწავლიან სვარკასთან საქმიანობას. მინდა უფრო ფართო მასშტაბით მოხდეს ეს ყველაფერი, გავიდეს უფრო დიდ ასპარეზზე, მქონდეს უფრო მეტი საშუალება, რომ გავაკეთო დიდი სახელოსნო. რა ვიცი, ძალიან კარგი პროგრამებია ჩვენს სახელმწიფოში, ეს აი დაფინანსების პროგრამები, ფიქრობ დავწერო მანდაც რაღაცა გრანტი იქნება მომცენ, დამაფინანსონ და თუ ეს ყველაფერი იქნება, მე ძალიან ბედნიერი ვიქნები, რომ თუნდაც ერთი ადამიანი აღზარდო ჩემი ცხოვრების მანძილზე, ვინც მომავალში თავის საქმიანობას აწარმოებს, ჩვენს ქვეყანას გამოადგება, თავის ოჯახს ერთსეულად წარმოძღვება შეინახავს და ერთსაც გამოადგება და თავის ოჯახსაც და აი ღვთისწყალობით ალბათ ყველაფერი კარგად იქნება. ყოველ შემთხვევაში მე დიდი იმედები მაქვს და დიდი მონდომება.
დილიდან საღამომდე ფიქრობ იმაზე, რომ ადამიანებისთვის რაიმე სიკეთე გავაკეთო და ამ შემთხვევაში ეს დიდი სიკეთეც შედის. როგორ ფიქრობთ, თქვენი და რკინის ურთიერთობა შედგა? რა თქმა უნდა, შედგა. ჩვენ უკვე მეგობრები ვართ. მე და რკინა მეგობრობთ ძალიან. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, მაგრამ ჩვენი საეთერო დრო არ გვაძლევს საშუალებას უფრო მეტი და მეტი ვისაუბროთ თქვენთან.